ქვილი, შაქარი, მაკარონი, ქათამი, კვერცხი-რძის ნაწარმი და სხვა პროდუქტები და ანონსების შემდეგ ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა გამოჩნდა. ნიკორას პრესსამსახურში მთავარს განუცხადეს, რომ კალათა კვირაში ერთხელ განახლდება და ფასდაკლებაც კონკრეტული პროდუქტიდან გამომდინარე იქნება. თითოეული კომპანიის მარკეტებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. აღალჩინოსნების მოადგილეები ფულად დანამატებსა და პრემიებს მიიღებენ. ინიციატივა პარლამენტში ქართულმა ოცნებამ უკვე წარადგინა. აქამდე არსებული კანონმდებლობის მიხედვით მინისტრებს, მერებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება არ შეუძლიათ. ამის აღების ფაქტზე ზანავისა და სამების ადმინისტრაციული ერთეულების მერების წარმომადგენლები დააკავეს. ერთ საჯარო მოხელეს ედავებიან, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ $10,000 აიღო. მეორეს კი 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების სანაცვლოდ ფთამის სახით $1,000 აღებას ედავებიან. რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები არიან შეკრებილები. პოლიცია მათ აქციის გამართვის უფლებას არ აძლევს. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეები მოქალაქეების გადაადგილებას უშლიან ხელს, თუმცა მძღოლები აცხადებენ, რომ შეკრების შესახებ მათ შესაბამის უწყებას რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს. ისინი კომპანიებისგან ტარიფების მომატებას ითხოვენ.